მოგესალმებით. ერთი კითხვა მაქვს, უпроსტად მეორე კითხვა მაქვს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთან და მაგასაც გაგიზიარებთ. ეს არის ბოკერის კალაშნიკოვი დონატის სერია, სახალისო სერია არის და მაინტერესებდა არის თუ არა ცივი იარაღი. ვისაც წინა ვიდეოები არ გინახავთ, პატრა შესავალს გავაკეთებ. ჩაატარეს ექსპერტიზა, გამოიკვლეს ეს დანა და დასკვნა დაიდო, რომ ეს კონკრეტული არის ცივი იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ წვეტი ცოტა დაბლაგვებული აქვს, მაინც მჩხვლეტავი არისო, ესეთი დრამა დაიწერა დასკვნაში და გაგიზიარებთ მაგას. აი, ხეში არის ჩარჭობილი, თან როგორც ჩანს, რამდენიმეჯერ არის ჩარჭობილი, აი ერთხელ აქ ჩანს ჩანარჭობი. ხო და დასკვნა არის ესეთი. განცხადებაში დასმული საკითხის გადასაწყვეტად მოხდა წარმოდგენილი დანით ექსპერიმენტის ჩატარება. კერძოდ ფიზიკური ძალის მოქმედების შედეგად ხდებოდა დანის პირით ხის ნაჭერზე დარტყმა და მიუხედავად დანის წვერის გარკვეული სიბლაგვისა, მოხდა წვერის ხის ნაჭერში შესვლა. იხილეთ ფოტოა. ყოველივე აღნიშნულის ერთობლიობაში გათვალისწინებით, ამასთან ზემოთ აღწერილი ტექნიკურ კონსტრუქციული მონაცემების შეფასებით და განზოგადებით გამოსაკვლევი დანა წარმოადგენს ცივი იარაღს. გასაგებია. ბლაგვია, მაგრამ ისე ჩხლეტავიაო და ესეც ფაქტი, ხეში ჩარჭობილი არის. ხო და მე დავინტერესდი და ესეთი რაღაცა ჩავიკითხე კიდევ, რომ ეს კონკრეტული დანა თუ ჩაერჭობა ხეში. ხო და დასკვნა დაიდო, რომ ესო არ არის მჩხვლეტავიო. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, ხე აღარ მოიშველიეს, მაგრამ მე ექსპერტი არა ვარ, რადგან ექსპერტს ეთყობა ხე აღარ დაჭირდა და ხის გარეშეც მიხვდა თქვათ, რომ ეს ხეში აღარ ჩაერჭობოდა და დასკვნა დაიდო, რომ თქვათ ცივი იარაღი არ არის. ხო და ამასაც გაგიზიარებთ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაკვლევი დანა ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემებით დამზადებულია ქარხნული წესით და მოძიებული ინფორმაციის მიხედვით ანალოგიური მოდელის და ტიპის დანებს კონსტრუქციულად გააჩნია გამოხატული მჩხვლეტავი თვისებები. მაგაზე ვიკამათებდი ცოტას, იმიტომ რომ ეს ანალოგიური დანა არის და ამასაც არ აქვს წვეტი. ხო და მაინც საკამათო საკითხია, ექსპერტია მაინც. ხო და გამოხატული მჩხვლეტავი თვისებები. მაგრამ როგორც ზემოთაა აღნიშნული არაქარხნული კუსტარული დამუშავების გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს ცივი იარაღისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი თვისება და პირვანდელი სახე, რაც გამოიხატება წვეროს დაბლაგვებაში. ფაქტიურ გამდგომარეობაში გამოსაკვლევი ობიექტი კუსტარული გადაკეთების შედეგად არ წარმოადგენს ცივი იარაღს. გასაგებია, წვერი ბლაგვი აქვსო და ალბათ ხეც აღარ არის საჭირო, ესე ჩათვალეს, რომ ხეში არ ჩაერჭობა და ცივი იარაღი არ არისო. ხო და მე მაინტერესებს მაინც რა არის ეს მჩხვლეტავი წვერო და ესეთი რაღაცა მინდა ჩავეკითხო სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ეხლა ეს ცივი იარაღია. ეს არ არის ცივი იარაღი. გასაგებია. მე მაინტერესებს ეს არის თუ არა ცივი იარაღი და დაჩქარებული წესით მინდა, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. და 5 სამუშაო დღე არის ხოლმე ვადა და ვფიქრობ, ახლო მომავალში გაგიზიარებთ ამ კითხვაზე პასუხს. თქვენი ვარიანტები დაწერეთ. არის თუ არა ეს ცივი იარაღი და ხეში შეერჭობა თუ არა, მიუხედავად ეგ არ ვიცით, ბლაგვი არის თუ მახული არის, არ ვიცით, გავარკვევთ მაგას. კეთილი, მადლობა ყურადღებისთვის.